ჩვენ აღარ შეგვიძლია სიღრმისეულად და სერიოზულად არც ერთ თემაზე საუბარი პრაქტიკულად, იმიტომ რომ როგორც კი იწყებ რაღაცა მაგალითად ქოცების პოლიტიკის შეფასებას, ნაცების პოლიტიკის შეფასებას, ადამიანები არც კი გაცდიან მოსმენას უკვე პირდაპირ იარლიყების მიწებება მიდის, ხო რა აი ხა სანამ დაგიმთავრებია რაღაც სათქმელის თქვა, მანამდე იტყვის შენზე რომ შენ ის ხარ, შენ ეს ხარ, იმიტომ რომ ესეთი იარლიყები, ეს ლოზუნგები ამ ყველაფერმა შექმნა ესეთი კულტურა ჩვენ ქვეყანაში, ხო რაც არის დიდი პრობლემა. ანუ რამ უნდა, აი თუ გვინდა რომ მე ასე მგონია რომ აი იმ ხალხთან მივიდეთ ეხა რაზეც თქვენ საუბრობდით რომ აი როგორ ველაპარაკოთ მაგალითად ეხა ვინც სხვაგვარად ფიქრობს ან საერთოდ ჩვენ ხო უნდა ვიფიქროთ იმაზე კონსოლიდაციას რა გამოიწვევს საზოგადოების და არა პირიქით რა გახლით ხო ასეა ნაციონალურ მოძრაობას როცა ვახსენებთ რატომ არ აქვთ მათ პოლიტიკური პერსპექტივა ხო აი რო საუბრობთ ამ ხალხზე იმიტომ რომ ჯალათები იყვნენ სინამდვილეში და ამიტომ ანუ ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა ხო არ არსებობს ეხლა მაგათი ეკონომიკური პოლიტიკა არ მოწონდა ვიღაცა ხალხს და ამიტომ წავიდა ხელისუფლებიდან ეს ესე ხო არისო ანუ ამხელა კულტურა ჩვენთან არც არის ეხლა რომ მაგის მიხედვით ვირჩევდეთ და გადავირჩევდეთ ვიღაცებს რომ ვის რა ეკონომიკური პოლიტიკა აქვს ვინმე მარჯვენია ვინმე მარცხენია უბრალოდ ისინი გვაწამებდნენ და ამიტომ წავიდნენ დღემდე იმიტომ ვერ მოდიან რომ და იმიტომაც არ აქვს ეს პერსპექტივა რომ აი ჯალათობდნენ ხო ამ ფაზაში შევიდა ეხლა ქართული ოცნებაც თვითონ ეს ბოლო რამდენიმე დღე ხა პირადად ჩემთვის შეიძლება ცოტა მანამდეც შევიდა მაგრამ უფრო ფართო საზოგადოებისთვის ახლა შევიდა და ეხლა ამ გზას რო პირდაპირ და დასვა ბოლომდე ტოლობის ნიშანი ამ ბოლო დღეებში ოცნებამ იმ ხალხთან იმ მოტივით რომ ისინი ესეთები იყვნენ ნაცებს და ვიღაცებს გულისხმობ ვინც წინა ხელისუფლება იყო აქ არ უნდა მოხუჭოთ თვალი ეს იქნება ეს არის როგორი სინამდვილეში ეს არ არის ოდნავადაც რაღაცა ზნეობრივ ადამიანს რაღაცა ცოტა ოდნავ ტინდისიმოს ხმარო სადღაციდან გეძახის არ არის რა ეგ ეხა სწორი რომ ამათ მოუხუჭო ამ თემატკებაზე თვალი თორემ მე ვამბობ იმასაც რომ აი ჩვენთან რომ მოვა ეხა ირაკლი მაგალითად აი ჩვენთან რომ ჩამოდგება ცოტა ხანში ეგმატარებელი რეპრესიის მე რას ვიტყვით მაგრამ მე მივიტყვი რასაც იტყვის ეს ხალხი მე რას იტყვიან იცით რომ ეხლა ამას ირაკლი ეტყვის რომ აი აქ 51% ჩვენი იქნება ხალხო ხო და სახელმწიფოსია და კარგია და რაღაც ანუ ამ და ესენი აი ხო გეუბნება ირაკლი რომ და მე მოგთხოვე რომ ამას უნდა ენდო ხდებით ანუ ნახეთ როგორ რაღაცაში შევდივართ ეს როგორი ლაბირინთია ის საიდანაც ვერ გამოაღწევ თუ უბრალოდ ამაში არ უნდა შეხვიდეს საერთოდ არ შეიძლება ამაში ამ ხალხს შეყვე და თუ ეხლა რა თქმა უნდა შენ რაღაცის გამართლების ისა გაქვს სურვილი ყველაფერს გაამართლებს ამ ქვეყანაზე და ყველას თავისი შეიძლება სიმართლე კონდეს და რაღაცა თავის პერსპექტივიდან ყველას ხოთან საიდანაც უნდა იქიდან მოაბამს იმყურს მაგრამ ეს ხო არ არის სინამდვილე ხო ჩვენ ხო ვიცით რომ ისინი რომ მოვლენ და ეხლა გადაგწყვებენ მართლა იმ ჯოხს მე რა ვქნათ ჩვენ და მე გაამართლებენ იქ ჩინეთის იმ ფაქტორით რომ ეხლა ძალთა ბალანსი მე იქ რაღაცა აბა ისა და შეეწირება ამას ყველანაირი ინტერესი ხო და დაგიწყებენ რომ ირაკლი აშენებს სუვერენულ სახელმწიფოს და ბიძინა და მამუკა კალა კიდე ეს ხალხი ანუ ესეთი აი რა არის იცით ახლა უმეცრებასაც ხო აქვს თავისი ისენი რაღაც ხარისხი ხო მაგრამ ეს არის რაღაც უტიფრობა უმეცრების გარდა უტიფრობა კიდე აი იმდენი ეპითეტი შეიძლება ახლა მიუსადაგო საერთოდ აი ასეთი ტიპის ადამიანს ვინც ამ ყველაფერს ამართლებს რომ არჯერ ჩვენ ვართ უბრალოდ ცოდვები რომ აი ამათ ხელში ჩავარდებით გესმით რომ რა ვქრანთ მე ჩვენ და რო არავის იმედი აღარ გაქვს შემდეგ არც მხარდაჭერის არც არაფრის ეს არის ტრაგედია საბოლოო ჯამში რომ ვისი იმედი უნდა გქონდეს აი ვისი ხალხს რო აქვს ეს დამოკიდებულება რომ აბა ვინ მაგას ვამბობ ბოლო რამდენი აი შენზე გადის ეგ აბა ვინ აი არის ზამ და გეყოლება ყოველთვის ბიძინა ყოველთვის მიშა ყოველთვის ვიღაც სხვა და ასე შემდეგ ანუ თვისობრივად ახალს ვერ მიიღებ ეს ხალხი გადაათამაშებს ყოველთვის ერთმანეთს ხან ჩაანაცვლებენ ხან ვერ ჩაანაცვლებენ ხან იომებენ ხან ამ თავის ომში ჩაქვთავენ და ასე შემდეგ რაღაცა ესეთ იქნება ამიტომ
ეხა არის დრო იმისი, რომ ხალხმა თვითონ თქვას, რომ რაღაცა ჩვენ თვისობრივად სხვა გვინდა, ხალხო. ნუ იქიდან რომ ჩამერთვები ეხლა რაღაცა ამიდან ოპოზიციური არხებიდან და რაღაც ეხლა მელაპარაკება ისეთი ადამიანი, რომელიც გუშინ მერტყამდა იმდურბინას, ხო? არ არის ეხლა იმას ნდობა ვერ ექნება ვერცად შემთხვევაში ვერავისი საერთოდ. არაფერი ამ ხალხს ბოდიში მოხდილი არა, გადაფასებული არა და დარწმუნებულია, რომ მაგათ ეს კათარზისი არ შეუძლიათ. პოლიტიკური კათარზისი არ შეუძლიათ. ეხლა კი პიროვნულად არავის იმაში არ ვიჭრები, ეხლა პიროვნულად ყველას აქვს გამოსწორების შანსი ამ ქვეყანაზე, მაგრამ ამ ხალხს პოლიტიკური კათარზისი აღარ შეუძლია. ჩვენ ვართ ხალხის სინამდვილეში, რომელიც მაგათთან ყველასთან მართალი ვართ, მაგრამ ეგენი ერთმანეთის კიდე ერთმანეთთან როგორ არიან, იცი? უთვლიან ვინ მეტი გრამის სისხლით აღვარა. ეხლა მაგალითად ქოცები ნაცებს შეახსენებენ, რომ აი შენ მაგალითად იმ მიტინგზე ორი გვამი ხო შემოაგდე სადღაც რომელიღაცა გარაჟის თავზე. მე ჯერ ეს არ გამიკეთებია. მე ჯერ ვიღაცას უბრალოდ სახიზულები ჩაუტეხე. ანუ ასეთი ტიპის ვაჭრობა მიდის ამ მხარეებს შორის. და ჩვენ უნდა შემოვიდეს და ამ დროს რაღაცა როგორც შუქურა და უნდა უთხრათ ამ ხალხს, რომ თქვენ ხართ ორივე ამორალური ძალა ხალხი და თქვენ არ გაქვთ უფლება არც ერთს და არც მეორეს, რომ ჯერ ერთი რომ დუბინკაციოთ საერთოდ ჩვენზე და კიდე დამატებით რაღაცა სტრესი და ტერორი მოგვიწყოთ და მე საერთოდ იყოთ რომელიმე ხელისუფლებაში როგორც ასეთი. ანუ ერთი არამართალი, მეორე არამართალს ურჩევს საქმეს და ამ კინკლაობას ახლა გვაყურებინებენ ჩვენ და მე გინდა რომ აგერ მეზობელს, მეგობარს, მაკაც, ვისაც ანუ იმ მხარდამჭერს ამ პარტიის თუ იმ პარტიის გააგებინოს სიმართლე რა არის. ანუ არავინ ინიცირებას არ ახდენს ამ ქვეყანაში ჭეშმარიტი კომუნიკაციის, ნამდვილი დიალოგის, რომ უბრალოდ კი არ გძულდეს ერთმანეთი ვილაპარაკოთ რაღაც ამ საკითხებზე, ხო ასია? ეს უნდა იყოს, ახლა ამოსავალი ასე მგონია, თუ კი გვინდა რომ არ მივიღოთ სამოქალაქო დაპირისპირება, ჩემი აზრით. ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაღაცნაირად დიალოგებისკენ გადავდგათ ნაბიჯი და არავის არ უნდა დააფაროს არავინ ხელი, არც ოცნების მხარდამჭერებმა ოცნებას, არც ნაცების ნაცებს და კიდე სხვებს ახლა აღარ ჩამოთვლი რა მშელობა აქვს მაგას ხო? ანუ ხელის დაფარებების გზით აღარ უნდა წავიდეთ და უნდა ვთქვათ, რომ რა არის სწორი, რა არ არის სწორი და ამისთვის უნდა გაჩნდეს ეს დიალოგის სივრცე, რასაც ვამბობდით. აი, ასეთი ტიპის ბრძოლებში რაში ჩვენ ვიყავით და ეს ოდნავადაც ჩვენ და სხვებიც არიან დღეს ხო ეხა მიმდინარეთ აგერ ბალდაში პროტესტია და სხვაგან ხო? ან ამას უნდა მიექცეს მეტი ყურადღება. მე მინდა რომ ეს ადამიანები თურმე გვისმენს ეს პირდაპირ უთხრა რომ თუ რამე გინდათ რომ თვისობრივად ახალი შინაარსი დაიბადოს და შესაბამისად მე ხალხიც მოყვეს ამ შინაარსს, ვინც ბუნებრივია ლაპარაკობს ამ ტექსტებს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ყურადღებით ასეთი პროცესების მიმართ. და შენ რო უცებ აგერ რაღაცა დაგეცემა მეხი და ეხლა გინდა რომ დალაგებული პოლიტიკური პროცესი მიიღო, ეს ესე ვერ მოხდება. და ამიტოც ვართ 30 წელი ჩვენ ამ ჭაობში, რაშიც ვართ სინამდვილეში, ეს ხო ყველამ კარგად ვიცით. იმიტომ რომ ეს ძალები ერთმანეთს არ ნაცვლებენ, აქ ფული ტრიალებს და ამ ფულს პირდაპირ ეს ფული არის ის რესურსები ზუსტად, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ხო ასია? ეს ფული საიდანაა აქ ამ ხალხს? ნაცებს ფული საიდანაა აქვთ? საიდანაა აქვთ ხოცებს ფული, ხო? ან საიდან აქ ნებისმიერ იმ პოლიტიკურ აქტორს ვის ახერხებს რომ ხილვადი იყოს საზოგადოებისთვის. აბერტი მოთხოვოთ მართლა გამჭირვალობა საიდან აქვთ ეს ფული? ეს ფული არის სწორედ ეს რესურსები, რისთვისაც ჩვენ რაჭაში ვებძვით, აგერ ნამოხვანში ვებძვით და ვიღაცები ჭიათურაში და ვიღაცები ბალდაში და ეს რესურსი იქ რაღაცა თავის დროზე ყველა სადღაც მოაჯდა ამ რა იმას ამ ფულით გცემენ რა დღეს მათ შორის და გვარბევენ ხა პირდაპირ უნდა დავარქოთ სახე. ფული, ანუ საქართველოს წარმოჩენილი აქვს როგორ იცით, აი რომ მიდგება მართლა შინაარსს ლაპარაკობა, აი უღარიბესი ქვეყანა ვართ და უღარიბესი იქნება ხა შენ თუ წაიღე ყველაფერი უღარიბესი იქნება. ეს თუ უთანასწორობა თუ დაამყარე რომ ყველაფერი შენ გინდა და სხვას არაფერი, მაშინ კი ბატონო, ნახევარ სიმართლე არის ყველაზე დიდი ბოროტება ზოგადად, რომ აი ნახევარ სიმართლებით მოლაპარაკე კაცი არის ყველაზე ბოროტი კაცი, იმიტომ რომ გიფუთავს ბოროტებას. ეს რაღაცა სიმართლეებით შეკაზმულია დიდი ბოროტება. და შენ უნდა მე იჭყლიტო ტვინი და არჩიო რა არის აქედან ჭეშმარიტება და რა არის დაუშვათ ბოროტება, ხო? ანუ შიშველი ბოროტება. და თვითონ შიშველი ბოროტება არ არის იმდენად უბედურება, იმიტომ რომ ხედავთ ქემაინც რაც არის, ხო? ანუ ხედავთ ისედაც რომ ეს არის ბოროტება, მაგრამ აი ეს ხალხი ამას გვიკაზმავს ყველა, რომ რაღაცა ნახევარ სიმართლებით ლაპარაკობს ყველა და ეს უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში როგორღაც. მე ვფიქრობ, რომ თუ ოდესმე დამდგარა ამისი დრო, ეს რა მოამწიფა, იცით რომ მოამწიფა იმან რომ პოლიტიკური კრიზისია, ყავს ასეთი ამორალური უზნეო ხელისუფლება, აქეთ ისეთივე ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთს ებრძვის და არ ჩანს გამოსავალი, ანუ არ ჩანს აქედან ეს ჩიხია, ხვდებით და ეს ახლა იძლევა წინაპირობას იმისას, რომ ხალხი იქნებ ცოტა ჩაფიქრდეს, რომ
რა ხდება? აბა რაშია გამოსავალი? ხა რა უნდა შეიცვალოს თვისობრივად ამ მოცემულობაში რაში ვცხოვრობთ? თორე ისევ ახლა ამაც უნდა ვაკვირდით. ჩვენ ვიძახოთ ახლა ქოცი, ნაცი დარჩენილი 30 წელი და ბოლოს, არ ვიცი ახლა ზოგს ბუნებრივად სიკვდილის დრო რა გვიდგება და ზოგი წავა ამ ქვეყნიდან, ზოგი რაღაცა იქნება. საზოგადოებამ და გააცნობე რომ ერთი რამ რომ პასიურობის შემთხვევაში ესეთი საკითხები არ გვარდება. ანუ არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი პასიური მოქალაქის პირობებში არ გვარდება. ეხლა ეს თუ სხვანაირად არის, მაშინ ვიკამათოთ ამაზეც, მაგრამ მე მგონი არ არის სხვანაირად. და თუ არ გვარდება, მაშინ რა ხდება? მაშინ შენაქტიობაზე გადის ყველა შემთხვევაში, ხო? და ჩვენ ხო არ ვამბობთ, რომ რაც აღუნიშნე ხა დასაწყისში, რომ ესე უბრალოდ ვინმეს ხელი დავაფაროთ და ვიღაცებზე რაღაცები ავთქვათ, იმიტომ რომ არ გვაწყობს. ყველაზე ყველაფერი ვთქვათ. ოღონდ ვთქვათ, გამოსავალი ხარ რა არის, იცით? არსებითად, რომ თვითონ აი ოცნების მხარდამჭერებს ვისაც მშვიდობა ხო გვინდა რაღაცა ეს ნარატივები ხო იყო ეხლა დღემდე ეს ხალხი ხო ამბობს ამასაც რომ მშვიდობა ამისთვის თავარი და რაღაცა და ყველასთვის მშვიდობაა მთავარი ზოგადად ხო მე მგონი რომ აი ამ ადამიანების გულამდე უნდა მივიდეთ ეხლა ჩვენ და თუ ესენი არ დაეხმარებიან ამ პროცესს ახლა რომ თვითონ უთხრან შიგნიდან ქოცებს რომ დათმონ გაჩერდნენ და რაღაც, ანუ კომპრომისი. ნახეთ ისინი რომ ხედავენ აი ამ წამხედურობას ამ ხალხისგან თვითონ რომ ვიღაცა ეუბნება რომ მიდი მაგრად ჩაარტყი კბილებში, იმიტომ რომ ეგენი ნაცმაიდანს აწყობენ, ეხა ესეთიც ბევრია, ხვდებით და ისინი გრძნობენ აი ამ ზურგს გარკვეულწილად. ამიტომ სწორედ ამ ნაწილშია გაყოფილი ჩვენი საზოგადოება, ხო? ხო, რომ ერთი მხრივთან ამ დუბინკას ეს ზურგი გამოვაცაოთ, მესმის რასაც გულისხმობ, ხო? და მე ვამბობ რომ აი ამ სივრცის შექმნის მომენტი რომ ვისაუბროთ დაუშვათ იმ დაუშვათ მაუწყებელია თუ რაც არის ახლა იმიტომ არის რომ ქუჩაში გამოსული ხალხი ამ პროცესს აზღვევს რომ ჩვენ სხვებამდე ვინც ჩვენ არა ვართ ანუ ნახეთ რუსთაველზე შეკრებილი ხალხი ერთმანეთში რომ საუბრობს ის მაინც ერთი სეგმენტია ხვდებით იქ ვინც არ არის იმას უნდა ვესაუბროთ არსებითად ჩვენ რომ მათ მხარდამჭერებს უთხრათ რომ ხალხო ნუ ერთობი ვიღაცების სისხლის ზღვრით ეს არის ამორალური საქციელი. არ გაერთო ამით უბრალოდ და ჩვენზე, ქართველებზე, ვინც აწევს ამ დუბინკას, ეს იქნება ხოცი, ნაცი თუ ისა ვიღაც სხვა, ყველას მივცეთ ერთნაირი რეაქცია, როცა მისაცემი. ეხა შეიძლება მართლა პარტიას ვერ ვაყალიბებთ და რაღაც ალტერნატივებს ვერ ვქნით ამ მიმართულებით, მაგრამ რადგან ეხა პარტიას ვერ ვაყალიბებთ და სხვა ალტერნატივას ვერ ვქნით, ამიტომ გაგვიხეთქოს ვიღაცამ თავი მანდამაინც ამის გამო და ეს ავიტანოთ. პასუხისმგებლობა ეხლა არ ნაწილდება პარტიული ნიშნით არც ერთ მოქალაქეზე ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობა ნაწილდება თანაბრად ყველაზე რა დაგვემართება ეს და რა დაგვემართება ხვალ და ვინც ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და ეხლა ოცნებას არ ეტყვის რომ გაჩერდი და დათმე მე რომ თუ დავმარცხდებით ყველა ერთად იმ ხალხზე იქნება გაცილებით ძიმეტვირთი და პასუხისმგებლობა ამიტომ სასურველია რომ დროზე გაიაზროს ყველამ ეს